არ გვაქვს შეხვედრაში პრინციპში არც ერთი ზუსტი დარტყმა. შეხვედრაში დარტყმა კი უკვე იყო ზუსტი დარტყმა. გიორგი აბუაშვილი ასრულებს და ლევან თანდილაშვილი თამაშობს ძალიან კარგად ამ ეპიზოდში. მთელი შემადგენლობით ახლა ფოთელები არიან თელაველთა ნახევარზე შეგვიძლია ვთქვათ და რაც რო გადის უფრო და უფრო მეტად და რისკიანად ცდილობენ თამაშს. აქ ხელი თამაშის აღნიშვნას ითხოვენ კოლხეთის მოთამაშეები, საჯის ასტვენი ხმა არ გაგვიგია, თამაში გრძელდება. კი ბატონო, საჯარიმოშია თან ეს მომენტი, ესეც გასათვალისწინებელი და აღსანიშნავია. გულშემატკივარი ფოთის ცენტრალურ სტადიონ ფაზისზე შეკრებილი გულშემატკივარი ელის ახლა ჯენერი ხორავას გადაწყვეტილებას, რომელიც სავარაუდოდ იქნება მითითება 11 მეტრიანის ნიშნულისაკენ და სავარაუდოდ მიიღებენ ახლა კოლხეთის მოთამაშეები ძალიან კარგ შანსს ანგარიშის გახსნის და დაუმსახურებელი თუ კოლხეთი გაიტანს ამ 11 მეტრიანს გოლი ნამდვილად არ იქნება მასპინძელთათვის. სასტვენის ხმა გავიგეთ, დარტყმა ზუსტია და 1-0 მასპინძლები დაწინაურდნენ შეხვედრის 75 წუთზე და ხედავთ მასპინძელთა ემოციებს. ძალიან მძიმე შეხვედრაში კოლხეთი ხსნის ანგარიშს. გიორგი აბუაშვილი კვლავ გატანილი გოლის ავტორი. ერთ-ერთი იშვიათი შანსი შეიძლება აღმოჩნდეს ჩაწოდება. გადარჩა ამ ეპიზოდში კოლხეთი, მე მგონი ებენეზერ კპოზო ცდილობდა გატანას, მისი თავური ვიხილეთ და შეხვედრის 93 წუთზე კინაღამ გაათანაბრა თელავმა ანგარიში. კარგი და ზუსტი გადაცემა აბუაშვილი დარტყმა. თანდილაშვილი თამაშობს არაჩვეულებრივად და მერე უკვე გადარჩა თელავი, ძელს მოხვდა ბურთი და ამ შემთხვევაში უკვე ხარებავა იყო გატანასთან ახლოს. კოლხეთს შეეძლო დაესრულებინა ყველაფერი. კოლხეთის მოთამაშეები არაჩვეულებრივად მოქმედებენ. ანდრია ბართიშვილი უახლოვდება მეტოქის საჯარიმოს, შეიძლება ალბათ უკვე დარტყმა. თანდილაშვილი თამაშობს კარგად 93 წუთზე.